მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. გუშინ ჰოლანდიის თასის მეოთხედ ფინალი გაიმართა, რომელშიც ღურამ კაშიას ვიტესმა უმასპინძლა ფეინორდს და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს მატჩი, იმიტომ რომ მატჩი 55-15 წუთზე პირველი გოლი სწორედ ღურამ კაშიამ გაიტანა. შესანიშნავი თავური დარტყმით, ხოლო 6 წუთში კი ანგარიში 2-მდეც გაიზარდა, შესაბამისად გავიდა ვიტესი ნახევარფინალში. და იქ უკვე სპარტას დაუპირისპირდება, ვიტას აქვს ვენიერი შანსი რომ მოიგოს თასი. ხედავთ კაშიას აღნიშვნას ამ გოლის. კაშია ჰოლანდიაში თამაშობდა, ჩვენს ნაკრებს ბევრი სხვა ლეგიონერის და ლიდერი ვერ ეხმარებოდა და ექსპერიმენტალური შემადგენლობით მათ დუბაიში 2 ამხანაგური შეხვედრა გამართეს, რომელთაგანაც ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეთ, ერთი ფრე და ერთი მარცხი იორდანიის ნაკრებთან. ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგასთან ლევან გუდუშაურთან ერთად. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ, ლევან. მოგესალმებით. შენ იყავი ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც ცოცხლად იხილა ეს მატჩები პირველიც და მეორეც, თუმცა სანამ უშუალოდ მატჩებზე ვისაუბრებთ, თქვათ, ზოგადად როგორი განწყობა იყო, ბევრი დებიუტანტი იყო გუნდში, ხომ არ ნერვიულობდნენ და რამდენად შეიკრა ესეთ მოკლე დროში გუნდი. რამდენად შეიკრა გუნდი ეს გამოჩნდა იმ ორ თამაშში, რომელიც ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა, ზოგადად ძალიან რთულია, როცა ამდენი დებიუტანტი არის ერთად გამოძახებული ნაკრების შემადგენლობაში, რომ მათგან რამე წარმატების მიღწევა მოვითხოვოთ, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ შეთამაშება ძალიან უჭი გაუჭირდათ ბიჭებს ერთმანეთთან, მაგრამ შეკრებისთვის ღირდა მაინც ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მწვრთნელს მიეცა შესაძლებლობა რომ უშუალოდ გაეცნო საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელები და უახლოესი რეზერვი შეესწავლა საქართველოს ნაკრების, რომ როგორც განაცხადა ვლადიმერ ვაისმა, დადებითად წაადგა ეს შეკრება საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებს და მინიმუმ 2-3 ფეხბურთელი ალბათ ოფიციალურ მატჩებშიც იქნება გამოძახებული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. მეორე შეხვედრისგან განსხვავებით პირველ შეხვედრაში ნაკრებმა 2 გოლის გატანა მოახერხა, ზოგადად როგორი იყო ეს მატჩი და შეეძლო თუ არა ჩვენს გუნდს ამის მოგება, იქ პრესაში რაც დაიწერა, ძირითადად უყურადღებობას დაბრალდა განსაკუთრებით მეორე გოლი. ჰქონდა თუ არა რეალური შანსი საქართველოს ნაკრებს, თუნდაც ამ ფორმაციით რომ დაემარცხებინა უზბეკეთი. პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა. იცი როგორი თამაში იყო, თავიდანვე რატომღაც ეს როგორც ჩანს მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო, რომ უკნიდან ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, ცდილობდა მაქსიმალურად ზონების გადაკეტვას და ბურთი ძირითადად ჰქონდა უზბეკეთის ნაკრებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ უზბეკეთის ნაკრები არ არის სუსტი გუნდი, ის საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს აზიის შესარჩევი ქვეჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი იქაც ხოტარდება და სამხრეთ კორეა ყავს და შანსი აქვს რომ გავიდეს სხვათა შორის იმ ჯგუფიდან. აკლდა მათაც 1-2 წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობით თამაშობდნენ. ოპტიმალური შემადგენლობით. კი, ოპტიმალური შემადგენლობით იყო პრაქტიკულად უზბეკეთის ნაკრები და ამასთან შედარებით საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდა პირველ თამაში. პირველი ტაიმი მაინც ჩააგდო საქართველოს ნაკრებმა, ჩანდა რომ სწრაფე იყო, ახილევსის გულსლი ნაკრების. ფაქტია, რომ ალბათ ჩვენზე ნელ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატზე ნელ ფეხბურთს ალბათ ძნელად სავარაუდოა, რომ სხვა განსაკუთრებით. აქ არა ინდივიდუალური სწრაფეს, არამედ ზოგადად შეთამაშების კუთხით. შეთამაშების კუთხით იყო სერიოზული პრობლემები, ბურთის დაჭერა, ბურთზე კონტროლის დაწესება, გააზრებული შეტევები, ეს პრაქტიკულად არ გვინახავს ჩვენ განსაკუთრებით უზბეკეთთან თამაშის პირველ ტაიმში და გოლიც პირველი ტაიმის ბოლოს ეს უკვე დიდი ხნის სცენია საქართველოს ნაკრების პირველი ტაიმი მე მგონი აღარც მახსოვს რომელი თამაში იყო ისეთი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რო არ გაგვეშვას. გოლი აქაც ესე გაუშვით პირველი ტაიმის ბოლო წუთზე და დაუსტვინა მაშინ მე საჯმა დაამთავრა პირველი ნახევარი. მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი იყო, გადაალაგა თამაში ვლადიმერ ვაისმა, გაცილებით უფრო მეტს უტევდით. ჰქონდა სხვათა შორის პირველ ტაიმშიც ჰქონდა იმ თამაში რამდენიმე საგოლე შანსი, მაგრამ გამოყენება ვერ მოახერხეთ და ესეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საგოლე მომენტების რეალიზაცია. როგორც მე ვესაუბრე ვლადიმერ ვაისს და მან თქვა, რომ ეს შეკრება ძირითადად მაინც საქართველოს ძირითადი ნაკრების შეტევით ხაზის გასაძლიერებლად იყო დაგეგმილი, რომ ნაკრების ლიდერებს იგივე ლევან ჭედლიძეს, თორნიკე ოქრიაშვილს, ჯანო ანანიძეს, ვისაც ევალება უფრო შეტევების ორგანიზება, აი ამ ფეხბურთელების შემცვლელები ეპოვა ვლადიმერ ვაისს და აი ამ ხრივ პრობლემები რა თქმა უნდა არის. მეორე ტაიმში შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა, გავიტანეთ
2 გოლი, კარგად შემოვიდა სხვათა შორის ლადო დვალიშვილი, რომელიც ატირავში გადავიდა, გაამწვავა თამაში, 1 გოლი მისი პასით გავიდა. მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც კი მეორე გოლი გავიტანეთ, 1 წუთიც არ იყო გასული, რომ მაშინვე მივიღეთ საკუთარ კარში ესე უყურადღებობის ბრალია, იმიტომ რომ იქ მარცხენა ფლანგზე ჩვენი ნაკრები საშკარად ჩავარდნა იყო, შემდეგ ცენტრისკენ წაიღო ბურთი უზბეკმა ფეხბურთელმა და ვერც საყრდენმა ნახევარმცველებმა და ვერც ცენტრალურმა მცველებმა შეუშალეს ხელი და შემდეგ აღარც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული ამ მატჩში 2-2 და უკმაყოფილო არ იყო ვლადიმერ ვაისი ამ შედეგით. მან თქვა რომ ეს უზბეკეთის ძირითადი შემადგენლობა იყო, უზბეკეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ჩვენი შედეგი იყო, ცუდი შედეგი არ იყო, მაგრამ რაღაც ხარვეზები დავინახეთ და გამოვასწორებთ მეორე თამაშში, მაგრამ მეორე თამაში უფრო ცუდი იყო. ვისაუბროთ უკვე იორდანიასთან თამაშშიც. იორდანიის თამაში იყო ალბათ აი სარკეში რო ჩაიხედავდა, რომ დაინახავ საქართველოს ჩემპიონატი რა დონეზეა. წარმოიდგინე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული ამ ფორმაციის ნაკრები, რომელიც თამაშობდა იორდანიასთან და რომ უყურებდი თამაშს, სულ იმაზე ვფიქრობდი, ალბათ არ არსებობს სოფლიოშიც კი მე მგონი ჩემპიონატი, რომელიც არ არის ჩვენზე მაღალი დონის. გაცილებით სწრაფები იყვნენ. იორდანიაც ვაღიაროთ, რომ იორდანიაც ძირითადი შემადგენლობით იყო და რა თქმა უნდა შეთამაშების პრობლემაც არ იყო. რა თქმა უნდა სისწრაფეში იყო უდიდესი სხვაობა. გოლი ნახეთ. გოლის მაინც და მაინც თამაშიდან გამომდინარე არ იყო, ბევრი მომენტი არ ქონია იორდანიას. ეს გოლიც ალბათ სამჯერო დაარტყმევინო, ვერც ერთხელ ვეღარ გაიტანს ის ფეხბურთელი ამ მანძილიდან ესეთი ტრაექტორიით ბურთს, მაგრამ ფაქტია რომ გაიტანა, ესეც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იყო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ასევე რამდენიმე ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთი შანსი ნამდვილად ჰქონდა, როცა ბაჩო არაბულს უნდა გაეტანა ცარიელ კარში, მაგრამ თავით ვერ მოახერხა გატანა. შეიძლებოდა ეს თამაშიც არ წაგვეგო, მაგრამ ფაქტია რომ წავაგეთ, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უკეთესია ეს, არ ვიცი ხა რამდენად იმოქმედებს ეს ფეხბურთელების თავდაჯერებაზე და თვითრწმენაზე, მაგრამ კარგია ის რომ გამოჩნდა რომ საქართველოს ჩემპიონატში თუ რაღაცა შეიცვალა, თუ არ დამკვიდრდა რაღაც ფიზმომზადების უახლესი ტენდენციები ან რამენაირად თუ არ მოუმატეს სირბილს ფეხბურთელებმა, აი ჩვენ რას ამბობენ ხოლმე, ხო, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ყავს და საქართველოს ჩემპიონატშიც არიან ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან კარგად არიან. აი, ესეთი რაღაცაც კი არ გამოჩნდა იორდანიასთან შეხვედრაში, ანუ ძალიან იშვიათი იყო მომენტი, როდესაც ვთქვათ, ერთ ფეხბურთელს მოატყუებდა, ანუ ეფექტური მომენტებიც არ ქონიათ ინდივიდუალურად. პრაქტიკულად არანაირი. ერთადერთი სახიფათო მომენტი, რომელიც შეიქმნა, მაშინ ნახეთ, რომ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ქიმაძემ, ორი ფეხბურთელი ჩამოიცილა და შემდეგ ვერ გაიტანა ეს მომენტი ბაჩო არაბულმა. ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომელიც შექმნა საქართველოს ნაკრებმა და ეს იყო დაახლოებით 98 წუთი თამაში, თორე სხვა დანარჩენი არაფერი. ფიზიკური გამძლეობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრობლემაა ასევე. თან ეს არა მარტო ფეხბურთი, ზოგადად გუნდურ სპორტებში ეს პრობლემა არის საქართველოში. ეს ნამდვილად ფიზმომზადების პრობლემა თვალშისაცემია და ეს რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვერაფერს ვერ დავაბრალებთ ამ კონკრეტული შეხვედრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აი ელემენტარულად დანახვა უნდა იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში კლუბების მომზადების დონე, ეს ევროტურნირებზე არაერთხელ გვინახავს, რომ ევროპულ გუნდებთან, ნებისმიერი ჩემპიონატის ევროპულ გუნდებთან უჭირთ და ერთი ეტაპის გადალახვასაც ვერ ახერხებენ საქართველოს წამყვანი გუნდები, მაგრამ აი ნაკრების დონეზე უკვე მათი საუკეთესო ფეხბურთელებიც რომ აწყდებიან აი ამ პრობლემას, რომ ძალიან იჩაგრებიან ნებისმიერ გუნდთან სისწრაფეშიც და ფიზიკურ კონდიციებშიც, ეს უკვე საგანგაშოა და რამე თუ არ შეიცვალა, ძალიან რთული იქნება სერიოზული შევსების მიღება ეროვნული ნაკრებისთვის საქართველოს ჩემპიონატში. ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ 2-3 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც ძირითად გუნდს დაემატებიან, ანუ ნაკრების ძირითად შემადგენლობას. შენ თვითონ რომელი ფეხბურთელები მოგეწონა ამ შეკრებიდან, ამ ორი თამაშიდან და როგორ ფიქრობ, ვიზე საუბრობ შენი აზრით ვლადიმერ ვაისი, მან ასე არ დააკონკრეტა, რომელ ფეხბურთელები გამოარჩია. კი, ჩემთან საუბარში არ დაუკონკრეტებია ვლადიმერ ვაის, რომელი ფეხბურთელები ამოარჩიათ. ნამდვილად თქვა, რომ 2-3 ფეხბურთელი ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებში ნაკრების განაცხადში მოხვდება, მაგრამ ეს ორი ფეხბურთელი, აი მაგალითად დვალიშვილი და ლობჟანიძე ისედაც მუდმივად ხვდებიან
საქართველოს ნაკრების განაცხადში ოფიციალურ შეხვედრებში და თუ მარტო მათ გულისხმობდა, ეს არ ვიცი. ნორმალური შტაბ-ბიჭდილება დატოვა ოთარ კიტეიშვილმა, დინამოს საყრდენმა ნახევარმცველმა. კარგად გამოიყურებოდნენ ცენტრალური მცველები, ჯიმი ტაბიძე და დავით ხოჭოლავან და ნახოთ, რას გადაწყვეტს ვლადიმერ ვაიცი. ფაქტია, რომ მან ახლოს რისთვისაც ჰქონდა ეს შეკრება, დაგეგმილი, რომ ახლოს გაეცნო საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე წამყვანი ფეხბურთელები. იმედია, ეს დაინახა და მოახერხა ამის გაკეთება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს, შემდეგ ვის გამოიძახებს. მადლობა ლევან სტუმრობისათვის და საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ კი უკვე უნდა გადავიდეთ სოციალური ქსელის მიმოხილვაზე და ვისაუბროთ პირველ რიგში რა გზზე ახლოვდება ველინგტონის 7 კაცა სერია და 2016, 15 და 14 წლების გამარჯვებული გახდათ ზელანდია, მათ წელსაც ძალიან სჭირდებათ გამარჯვება და პირველ ვიდეოსაც განახებთ, თუ როგორ შეუძლია რაგბში ერთმა კომპონენტმა გადაწყვიტოს თამაშის ბედი, ეს გახლავთ რეგან ვარეს ბოჭვა, რომელიც ბოლო წუთებზე გააკეთა, მან ერთი შერკინების დროღა იყო დარჩენილი თამაშის დასრულებამდე და შემდეგ უკვე ზელანდიამ მოახერხა ფინალში ლელოს დადება და გამარჯვების მოპოვება ამ საოცარი ბოჭვის შედეგად. ამ გუნდის წევრი გახდა სამხრეთ აფრიკის, რომელიც ჩაშანდენ ფინალში დამარცხდა ჯუან დე იონგი, რომელიც დაემშვიდობა ჟაკ ფურის, ჟაკ ფური და იგი გახდნენ შტორმერში თანაგუნდელები და ჟაკ ფურიმ პროფესიონალურ კარიერას თავი დაანება. იგი ბოლოს იაპონიაში თამაშობდა, სანაკრებო კარიერისთვის უკვე დიდი ხანია თავი ჰქონდა განებებული და საკმაოდ თბილი სიტყვებით დაემშვიდობა ჯუან დე იონგი საკუთარ მასწავლებელს და თანაგუნდელს. ჩვენს მულებს თქვენ ნახავთ გადაცემის შემდეგ ჩვენივე სოციალურ გვერდზე სპორტის საზოგადოებრივზე, Facebook-ზე რა თქმა უნდა და შეგიძლიათ უფრო დაწვრილებითაც გაეცნოთ დე იონგის მიმართვას ჟაკ ფურის მიმართ. საქართველოს ნაკრები ემზადება უკვე რა თქმა უნდა 1000-ისთვის, რომელიც მალე დაიწყება და ძალიან ბევრი ცვლილება არის ნაკრებში, 15 კაცზე მეტი შეიცვალა პრაქტიკულად წინა განაცხადთან შედარებით, ძალიან ბევრ ექსპერიმენტს გააკეთებს. მილტონ ჰეიგი ამ 1000-ზე და გამოიყენებს ასე ვთქვათ 2019 წლისათვის მოსამზადებლად გუნდში არიან ბევრი მოთამაშეები 20 წლამდელთა გუნდიდან, იგივე ოთია გიორგაძე, მატარაძე, გელა აფრასიძე და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ საინტერესო 6-ერი ჩვენი მეორე დონის 6-ერი გველოდება წინ, სადაც ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს ვიხილავთ საქმეში. ზაზა ფაჩულია გააქტიურდა რა თქმა უნდა Twitter-ზე, გამოცხადდა უკვე All-Star-ის საბოლოო შედეგები. ზაზა ფაჩულია სამწუხაროდ ვერ მოხვდა ვერც სათადარიგოთა სკამზე, თუმცა მან მიულოცა თავის თანაგუნდელებს. მის გარდა სასტარტო შემადგენლობის Golden State Warriors-ის სასტარტო შემადგენლობის 4-ვე მოთამაშე მოხვდა All-Star-ში. ესენი გახლავენ რა თქმა უნდა დურანტი, კარი, ტომპსონი და გრინი. ყველას ვიხილავთ ჩვენ All-Star-ის მატჩზე. წააგო ლივერპულმა საუთჰემპტონთან თასის ნახევარფინალი ინგლისში და ძალიან საინტერესო მიმართლა თავი იურგენ კლოპმა. მან თქვა, რომ რაღაც არასწორად იყო ქართან დაკავშირებით, არ მოეწონა მან ქარი, ასე ვთქვათ და ამაზე ხუმრობენ რა თქმა უნდა Bleacher Sport-ის ჟურნალისტები, რომ გამოელია უკვე იურგენ კლოპსაც თავის მართლების მიზეზები. დორტმუნდის ბორუსია გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, ეგრეთ წოდებულ executive orders, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კედელი უნდა აუშენოს ეგ მექსიკას და დაწერეს, რომ ეს არის ერთადერთი კედელი, რომლითაც მათ წამთ და ეკრანზე თქვენ ხედავთ მათი გულშემატკივრების მიერ აღმართულ კედელს. კარის უკანა ტრიბუნაზე მართლა შთამბეჭდავის თანახაობაა. მე პირადად ვისურვებდი როგორც სპორტის მოყვარული, რომ ერთხელ მაინც ამ სტადიონზე მოვხვდე. დღეს საღამოს 20 საათზე გაიმართება ფუტსალის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველო დაუპირისპირდება შვეიცარიის ნაკრებს, ეს გახლავთ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი და საქართველოს ნაკრებს ფრედს აწყობს, თუმცა რა თქმა უნდა გამარჯვება უფრო სასურველია, მაყურებლებს მოუწოდებ, რომ მივიდნენ, ასე ვთქვათ, თბილისის ახალ ოლიმპიურ სპორტის სასახლეში და გაამხნევონ ჩვენი ფეხბურთელები, ხოლო ვინც ვერ მოახერხებთ, მეორე არხის ეთერში შეგეძლებათ, რომ უყუროთ ამ მატჩს, რა თქმა უნდა, დაგიტოვებთ კვირის კაცს, რომელშიც 11 გოლი არის საქართველოს ფუტსალის ნაკრების, რომელიც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანეს, მე კი ორშაბათამდე გემშვიდობებით.